Yo, guys. I'm sorry, mama. I never meant to hurt you. I never meant to make you cry. But tonight, I'm clearing out my clothes. მოკლედ, მოგესალმებით ყველას. დღეს ძალიან ჩუვაკური დილა გამithენდა, იმიტომ რომ გუშინ გვიანღამეს დადებულა იანგ მაიკლისა და დიეგო არმანდო მარადონას შორის ბეტლი. ასაც მთელი საქართველო ელოდა. ალბათ მეც ველოდი, მაგრამ მე გეიმინგით ვარ უკვე გადაცებული. ხო და ეხლა გადავიდეთ და დავარეაქტოთ ამ ორი ბუმბერაზი ტიტანის შერკინება. გადავიდეთ პირდაპირ. დაიწყო. იწყება, არ დავიწყება. ხმა არ აქვს უბრალოდ. Yo. ეს რეკლამები არ გვინდა? Hey. Snoop Dogg-ის მუსიკა გაეძღეთ. Da თუ არა? კარგად. მოიცა, ის რა ქვია? პირდაპირ ტექსტი გადავიდა, წარდგენა არ იყო? თავიდან. ჩვენ ძმა უნდა გამოვაჩინოთ, ყო. წავედით. პირველი რაუნდი. MC ჯიმგას ხელმაჯნი. შეუქმნათ ხმაური. Snoop Dogg-ის დრეს მოპარეს ბიტი. მე მგონია მეგობრებო, რომ Dr. Dre თავისი ალბომი ქონდა ესე დაანონსებული, დეტოქსი, უნდა გამოეცა დაახლოებით 1 საუკუნის უკან, რაც არ შეასრულა დოქტორამ. ალბათ იმიტომ, რომ ესენი პარავენ ბიტებს დოქტორას. ისეთი კარგი ბიტები აქვს ყოველთვის PP Flow-ს. ალბათ მეეჭვება, რომ დოქტორას მოპარეს მთლიანად ყველა ბიტი. ეხლა კი გადავიდეთ პირდაპირ პელეს დიეგო არმანდოს პირველ ბეტლზე გადავიდეთ. Yo, მაგარი მოხდილი ჩანს სხვათა შორის. მე ვებაცლავები მიშკას მომისმინოს ყველა სულით მონამ, ვისაც პიროვნება წაართვა მაყუძის შოვნამ, მოუტყან ეგეთი ჰიპ-ჰოპი მოუტყან შენი შენ. მოიცა ის ენძელებით რატო არის ბიჭო? გვირილებითა. რა პონჩი არის? რამე უნდა გარებოს დარგვეთე ლოკალო რა თითქო. რა პონჩი არის არ ვიცი, მაგრამ საინტერესოა. პელეს და საწყისის მომწონს. Let's go. შენზე ყველაფერი გვახსოვს იყოს შენი ხსოვნა, და მოწყნულია ბოხმა გულში კიდევ შიში, თუ გიდოდა რესპექტი და არ ჩაგედო პირში. ენები უნდა დაგაჭრა ძირში, 28-ის მერე მეკეცხადები ძილში, ისტორია მეორდება წარსულიდან დღეს, არის 6 თებერვალი დრამა დაგვიდგეს, ორი მშულდოსანი MC ეძებს. რა საყვარელია ბიჭო იანგ მაიკი, როგორი პერფორმანსი აქვს. მოვიგებ, ალბათ ამას თulis, არ ვიცი, ნახოთ. საინტერესოა. არტეფაქტებს. 2018 და რამდენიმე წელი, ტრაგები რომ ჩაგიდეს და მოგიგრიხეს ხელი, პროტესტით რომ იყოს ავსრთელი რუსთაველი. ეგ პერიოდი გვახსოვს ყველას, კლიპი რომ დაიდო, იქ რა მოყვან ყველაფერს, ხალხი გამოვიდა ქუჩაში და დღესდღეობით მიშკა არის ხალხის ესე თქვა ძალისხმევით გარეთ, თორე ძალიან ცუდ დღეში იყო ჩვენი მეგობარი და საკმაოდ უსამართლოდ იმ პერიოდისთვის. ძალიან ცუდი. არავის არ უსურვებ იგივე სტრესს, რაც ამ ბიჭმა გამოიარა და არც ასიამოვნოდ არ იქნება ალბათ მოსასმენად ეს ამბავი მისთვის ყოველ შემთხვევაში. რაც შეეხება პელეს, კარგად მიდით ჯეჯერობით. და ხალხი იყოს ველი, ყვირილისგან აღარავის უვარ გოდაყელი, ერთი მადლობა რა გახდა ხალხისთვის რომ გეთქვა, უმათურო ნაფოსარო გეკუთვნის კლეტკა, ყველა ვიცით ოცნებამ ჩაგიდო, მაგრამ შენ გადაწყვიტე რომ აქო დაადიდო, თანაც ვითომ არიცი მიზეზი რა ყოფილა, ხალხმა თავი რატომ იგზნო შეურაცხყოფილად, გამანდამ რო აქ იყოლა შენი ყავი ღირსი, ოცნების მაგივრად ჩვენ რომ ჩაგვიწერეთ დისი, უნამუსო თაკე წაგვიკითხე მორალები და ჩვენს ყველას დაგვიძახე ნაციონალები და ტყუაზეაც დაბაგინეთ არც ერთი არა საღოლ როგორ არ გადაცდა ანდა როგორ არ ქონდა უსამართლობის განცდა იქვე უნდა ჩაგვექოლა სადაც ფეხი დაცდა ერთი წამითაც არ მალობ თუ დამიჯერეთ
სამარცხვინო კარიერა რომ დაგისრულე ამ დარბაზში ყველა მიცის მართალს ქებაზრები ის ბავშვებიც გაიზარდნენ აღარებასები ახლა არსად მოგიცურდეს შავი კეტასები რეპეტლი კი არა ჯოჯოხეთშიც გადმოყვები ამ რაუნდში რაც გებაზრა პელეს დაუფასე ამას ხო გერჩივლა გამერება შაურმაზე ძალიან მაგარი ბეტლი აქვს მაო პელეს ყოჩა აი ამას ველოდი მე წინა სეზონში პელესგან რა იმიტომ რომ პელეს შეუძლია თან იმის მეათედი არაჩვენა წინაზე რაც მას ზოგადად ძალუძს ესე ვთქვათ რა ძალუძს რა სიტყვარი მაგრამ ანუ შეუძლია რა ამ ბიჭს რა იმიტომ საერთოდ თავდაჯერება თუ იდიოტი არ ხარ ადამიანს ტყუილად არ მოდის თავში თავდაჯერებული რატომ უნდა იყო ადამიანი თუ კი იდიოტი არ ხარ და შესაძლებლობები არ აქვს იმის იქით რა ასე რომ პელეს მარტო თავდაჯერებულობა არ აქვს პელე არაა სულელი პელე მიცის რა შეუძლია ასე რომ აკეთებს იმას რაც ძალიან კარგად გამოდის მიტო ამბობდა წინამბეთში რომ გოუთი ვარო და ეს ეხა რაც დაიწყო ესე თუ გააგზელა მე ხო არ ვიცი შემდეგ როგორი რაუნდები იქნება მართლა მაგარი ბიჭი არის რა საო სპონსოროს რაღაც ეკოფუდმა დიკაპრიო მომიკითხოს ბოსმა ჰოლივუდმა მირჩევნია ფიფებისგან გავაკეთო გუფთა მუშაობდი პოსტივიში მაგრამ ოჩა მერას მეტყვის დრამა ქვინი ორი დღე ციხეში იჯდა 10 წელი მოთხლა ტვინია მერკანტილურ პაპსავიკებს დილით მოუწევ სტილით შენაირებს ფინალს უგებ ერთი ფრისტაილით ქრისტეფორემ გალობლიშულ სოდნა უდევს თავში აგახიეს ტელეფონი აქედან ვერ წაშლი არავისთვის მოგეჭამა იმ ვერსებით მიშა დაგიცულდა კრამიტი და მოუთხან შენი კრიშა ეგეთი ცხოვრებით ვერ გარებავ სხვაზე ჯერ კიდევ ჩემი ბოტასი გახატია თავზე მე შედაგებაზრე პიროვნებაზე ვიდი გამირებე ჩასმლობაზე ანდა ზედმეწონაზე ანდა ისეთ რამეზე რომ დავდებ მაზიანს ტაჟდა გიკრავს ვარდის ფერი ბურჟუაზია მშვიდი ხარ ამ ყველაფრის მერე და ფლიდი ხარ გააჯვი ამერიკაში ყალეზე გვკიდი ხარ კიდევ ერთხელ დავაპაუზებ ბევრს არ მოწონს ჩემი პაუზები ვიდეოში მაგრამ ესე შალი არ მინდა რომ იყოს ზოგადად რეაქტი რა იმიტომ რომ რეაქცია არის ცალკე და ვიდეო ბეთლი არის ცალკე ხო თუ იმეს უნდა სულიად ბეთლის ყურება გადავიდეს ლინკი იქნება ქვევით და უყურო სულად ბეთს და თუ იმეს უნდა ჩემი რეაქციები ამ დაპაუზებებსაც უნდა მიეჩვიოს ეხლა რა შეეხება პელეს ხო პელე ზოგადად და იანგ მაიკი მეგობრობდნენ რამოდენიმე ტრეკიც აქვთ მათ ჩაწერილი ტრეკიც თუ ხო რა როგორაც გინდათ ისე გაიგეთ ტრეკი ხო და ანუ ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ რა მე წინაზედაც ვამბობდი და ეხლაც გავიმეორებ იგივეს პირადად ჩემი აზრი არის რომ არ არის ბეთში მაინდა-მაინც ის რომ აი ერთმანეთს ბოდიში და ნეო და მუტელო უწოდო და რაღაც აი უცენზურო სიტყვები უთხრა ბეთლი უნდა იყოს ხელოვნება ის რასაც ეხა პელე გვაჩვენებს არის კარგად იცნობენ ერთმანეთს იანგ მაიკის და პელეს და ანუ ესე ვთქვათ ცენზურის გარეშე ესე ვთქვათ დაჩაგვრა ოპონენტის რა სხვა სიტყვა რო არ გამოვიყენო დაჩაგვრა ოპონენტის როგორ ხდება და ესე ვთქვათ გადავლა ზემოდან კარგი იყო პირველი რაუნდი არ ვიცი იანგ მაიკი რა შემოგთავაზებს იანგ მაიკი არის საკმაოდ გამოცდილი მაგარი ესე ვთქვათ გამოცდილი და ესე კარგი რეპერი არის და ნახოთ რა სიზამს პირველ რაუნდში წაღო პელე წაღო გადავიდეთ პირდაპირ ხა იანგ მაიკზე ეს რეკლამის დროს მეც ვილაპარაკებ ცოტათი ეს Brave software არა სხვის კომპიუტერებზე ვზივარ აბა წავედით Eminem's influence სანამ დავდეთ off-season როგორც J. Cole გამოსვლამდე მოგიყვეთ როგორც შეიყო ჯერ უარით გვარემაჩზე და ის მოიმიზეზა რომ არ მოსწონს PvP ბეთლების ორგანიზება თავის ლიგას აკეთებდა თან სადეკნებოდა დროაბა თუმცა 6 თვე ისე გავიდა თავი ვერაფერს მოაბა ამ დროსაც მეუბნება ეს IP-ს და ფულის ხამი თავის პროექტის ბეთლში უნდა და მე გამოსულიყავი ბეთლზე უარი თქვა მაგრამ პროექტისთვის ვჭირდები პროექტი ვერ მოხდა ბეთლზე ისევ შემწინდგები თავის მართლებებში იმალები მაგრამ ჩანხარ შესთავაზეს თანხა ეგრევე და ეთანხმა
არასტორი ფელა fake storyteller სახელად გელა და ძალიან რებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს უნდა აკაპელა ეს სამშევგარი ბანკი რამ გარეპერა ქართულ რეპთან უკვე დიდი ხანი მაგ მოხდილი ბალი სანამ მიდო გვამი ეს მე აბა შენ კიდობანი შენ რა ქენი თავი როგორია გოუთი შენი კარიერა დაიწყო და მოჩა flow-ი მნიშვნელობანი ვერაფერი ბერტქვი სამაგიეროდ PvP-ს ლებზე ვნახეთ შენი ძუძუების თვერკი რაღაც ძუძუების ნახეთ რა შეხავს თვერკის მოცეკვავეს შეშურდება ისე ათამაშებ ტრაქს რა ქვია მასვის მზად არის ბეწლიდან გაიქცეს და მერე უნდა საქმე რომ კამერების წინ გაირჩეს ეგონა YouTube და თემა ქუჩაში აღარ გავა მაგრამ სლოუმა იმ პოდკასტები აკაჩაბა შენი სახსე Whoa. ეს არის high ground and pound მიდის აქ. თუ როგორაც UFC-ში აი თანაბარი ბრძოლაა. Ground and pound-ის სხვა რამეს ქვია ზოგადად. ვინც არიცით, მაგრამ საკმაოდ თანაბარი ბრძოლა მიდის და მძიმე დარტყმები, პანჩები ორივე მხრიდან. Young Mike რეპერების სხვა back in this bitch. საზღვრებს არღვევს როგორც ცუდი ექიმი ფიც. მართლა მაგარი არის და Young Mike-იც არაკლებს აქედან თავის ესე ვთქვათ საგმირო საქმეებს პელეს და მიდი ძალიან თანაბარი ბრძოლა კიდევ ერთხელ გავმეორდები. გადავახვიოთ და გავაგზავნოთ ყურება. არისი ჩემი სოდვები და სულ სხვა ყლეობებს წენი ხარ punchline-ებს ამოფარებული ჯეო რეპერი არასტორი ფელა fake storyteller სახელად გელა და ძალიან რებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს უნდა აკაპელა ეს იპოდრომის ბომჟი რამ გარეპერა მე ვთქვი არასტორი ფელა fake storyteller სახელად გელა და ძალიან რებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს Freddie Gibbs-ის ესა ჩორუსი გადმოკეთებული. ნუ ვინც იცით ალბათ მივხვდებით რომელი მუსიკა აქვს მის სამღერად გადმოკეთებული Young Mike's თუმცა მეორე აი უყვარს ესეთი შექმნა ესე ვთქვათ მის სამღერების Young Mike's გვახსოვს ხო Take my bitch off smack my bitch off თუ არ ვიცი როგორაცა წინა ბეტრში ქონდა ეგეთი ეხლა კიდე ცდილობს ახალი ესე ვთქვათ ჰაიპის შექმნას Young Mike-ი ახალგაზრდა Mike-ი საღო არგი რა გინდა ბიჭო მის თმასთან წვერებთან პატარა რიკ როსი არის ძმაო საღო შენი მე მაგალითად მომწონს ეგეთი სტილი რო აქვს That was nasty, bro. Gela. Nicky Slow. Bicho ქონდა ამათ პოდკასტი მე არ ვიცი. Nicky Slow არის ჩემი ფავორიტი ძმაო. Nicky Slow. ძალიან მაგარი კაცი. პირველი რაუნდი ჩემი აზრით ეხლა პირდაპირ უნდა გადავიდეთ მეორე რაუნდზე, რადგანაც ვიდეო ძალიან გაგვეწელება. პირველი რაუნდი აი არ ვიცი, ალბათ სუბიექტური ვიქნები. ისევ და ისევ ჩემი სიმპათიები მაინც პელეს, იმიტომ რომ რაც თქვა იყო, აი ფაიზაღი და აი თელმა ქვეყანამ რომ იცის, მაგრამ ისი კარგად დაალაგა ეს ფაქტები და ყველაფერი განავრცო, ხო? პირველი რაუნდი არ შემიძლია არ წაიღოს პელემ რა და რაც შეეხება Young Mike-მაც ტოპ ანუ ესე ვთქვათ ძალიან მინიმალური სხვაობით მოუგო პელემ არ დააკლო არაფერი Young-მაც გადავიდეთ ახლა მეორე რაუნდში ნახოთ რა მოხდა აქ რამე მოხდა თუ გაიძრო ამე კაი ბიტი ისევ კაი ბიტები მინდა თიმ იმას რატო აქ ქვირილები უეჭველი რაღაც გააძროს ბოლოს აქ ნახე ვინ მოჩანს გროტესკის პროტესტი აუ რა კაცი გაეძრო ბიჭო მაგრად მევასებოდა გროტესკის პროტესტი მარჯვენა მხარეს დააკვირდით იმენა არნოლდ შვარცენეგგერ ფილმი ტერმინატორ აი გადავიდეთ
ვიფიქრე ხუმრობით ვიტყოდი სათქმელს მაგრამ ადრე მასწავლეს არ ვეთამაშო საჭმელს მე და შენ ხომ არ ვაკეთებთ ერთი და იგივეს მითხარი როგორ ვიქნებით ერთი და იგივე შენ გინდა რომ ცეკვით გადაფარო შენი სიგიჟე სათქმელი რომ არ გექნება შენ უბრალოდ იცეკვე აბა მიდი იცეკვე მიდი შეპოზო და მანახე Oh my god. ბიჭო რა არის იცი? ანუ პელეს ერთ-ერთი მინუსი იყო ის რომ ბიტზე ვერ იჯდა ხოლმე რა. ეტყობა აი იმ წნეხის მერე რაც ანუ იმ ჩაგდების მერე რა წნეხი არ ქვია მაგას. იმ ჩაგდების მერე ისე იმუშავა საკუთარ თავზე რომ შედეგი აქვს მაო, შედეგი აქვს. აშკარად ისმინება უკვე მისი გარეპილი. მოძრაობა იცეკვე შეპოზო არიხეფო ისე როგორც ახლის კანე გორსო მაგრამ იცეკვე მიდი იცეკვე შეპოზო მე დავწერე ჩემი ალბომი და მოყვაც რემლები ყველა ცხოვრებაში ხომ არსებობს რთული დღეები მაგრამ მაინც ვერ გავიგე ამას რას ვებაზრები დეპრესიაში არასდროს ვარდებიან ყლები შენ ხარ სახლის კატა რომელიც ქუჩაში მოხვდა შენ ხარ ხუთივე კაცი რომელიც ვეიპით მოკვდა არ მაგითხვა წაგეკითხა მე 15 სითხა შენ ხარ ვირთხა მამუ მითხრა მარტო გულში გირთხა შეგეცით ძალით რეპერებს და ძალით პოეტებს ძალით ტელეწამყვანებს ძალით თვითონ სპორტსმენებს ძალით იუთუბერებს და პოზიეკრევე ვაუ თქვა ხდებოდი სკავიდა ზაღო ყველას გადაუარა რა ზაღო დოცენტებს და ყოველთვის შევეცით თქვენ საახალწლო კონცერტებს შეგეცით მეფის კარზე ჯამბაზებს და საახალწლო კონცერტზე სხვადასხვა ძალიან მაგარ მაყუცხევენო ესე გავიგე მე თითო კონცერტზე კაროჩე თითო მომღერას სადღაც დესიტიში მიაქვს სახში ლარი ჩვენი პული შეგეცით ვითომ ვიგოდი ასე რომ დღეს საქართველოში ის კი არ არის მიზანი მომღერლების რომ აი გახდნენ გრემი აიღო ან გრემიმდე ვინ მიასრულებს ქართულ მომღერალს მაგრამ მაგათი მიზანი და მიღწევა არის ის რომ საახალწლოდ კონცერტზე დაუძახებენ და იქ ამღერებენ ვსიო შესრულებულია უკვე ძალიან თესლი როჟა არის თუ კი კონცერტზე დაუძახეს ბიუჯეტის ფულებით კარგი იქნება ანუ არ ვიცი კარგია რა შეგეცით ჩვენთან აყალბებ და შედეგებს რადგან შენ თუ ლეგენდა ხარ შევეცი ლეგენდებს shit როგორ ვიქნებით ერთი და იგივე შენ გინდა რომ ცეკვით გადაფარო შენი სიგიჟე სათქმელი რომ არ გექნება შენ უბრალოდ იცეკვე აბა მიდი იცეკვე მიდი შეპოზო და მანახე მოძრაობა იმ ცეკვაზე ამბობს ანუ შეხედე რა ქვია ბიჭო იმ ბიჭს Young Mike და ეს რო იყო Young Mike და ვისი ბეტლი იყო ივაჯი ხო ივაჯი ძმაო მოუგოთ ცვეთში აი იმენა გადაუარა Young Mike-ს და Young Mike-მა იმ დროს თავისი ესე ვთქვათ ჩავარდნა და ფლოპი გადაფარა ცეკვით აი ესე რო ცეკვავდა რაღაც ნერვების მოშლერა მე ხო ნერვების მოშლერად ცეკვავ ხა მაგრამ ეს უარესად ცეკვავდა კაროჩე ძალიან კრინჯად ცეკვავდა და იმას ეუნება ეხა და ძალიან კარგად მიდის პელე გოუთი ხარ ძმაო მართლა გოუთი ხარ რა იცეკვე შეპოზო არიხეფო ისე როგორც ახლის კანე გორსო მაგრამ თავიდან არ მაგინებინო თავი გავიდა რამდენი წელი და ჟამი შეჭამე რამდენი თებში და ჯამი საიდან შეჩემა შემოსავალი მითხარი შეჩემა გამოსავალი მითხარი შეჩემა რამე წამალი მისრე როგორიც შექმენი მოდა ეგეთებს მართლობა რიგობა ჯობდა მითხარი მიშიკობა შენა მოხდა ნანგრევებში წაგიყვანეს შავებში ჩაცმო მამაკაცებმა შეგაშინეს თუ რა გითხრეს მიშიკო გადამიშალე მეგული რატო ხარ ეგეთი შეშინებული მე მომიყევი არ დამივალო რაში მოყევი რომ არ დაგაბრალო შეგეცით ძალით ვითომ ჟურნალისტებს ნებისმიერ ეკრანზე ვითომ ფენსი კრიტიკოსებს გიზავთ ქართულ ენაზე შეგეცით ფენსი ამ სცენაზე არ დატოვა ბიჭო არავინ არ დატოვა ბიჭო არავინ მოსნავი ბალადის ბაო ისტორიკეცით ფენსი მიშკა მაიკი ბარკალა ფეშლაიფი მოკითხეს გიგზავნით და გეტყვით მარტო მე შეგეცით 4-ვეს მართლა მჯეროდა რომ კიდე შეგხვდებოდი მე ვიყავი შენი ფანი სანამ გამოყლევდებოდი
საყოჩემი. ეხა დააკონკრეტა და ადრე იცი რა სიძახოდა ეს? გავჩო დედამიწასო ჩავარჭოფო იმაშიო რა ქვია. ხერჩიო ჩემ იმასო და იმით დავატრიალებო თუ რაღაც. ძალიან იეუპარ გლადიატორი როჟა არის ამხრივ რა. შევეცი, კავკარი შევეცი. დაბედი დუბუდი შევეცი. ყველაზე კარგად ირითმება შევეცი. ალბათ, ამენ ტექსტი რომ მოუძღაბნო და შევეცი ჩავაკვეხეო, ძმაო, უკვე ის რეპი იქნება რა. ამის დედაში ევეცი. გავაკვე დევეცი. ნახოთ ახლა Young Mike's პასუხი. Response. შეისუნთქან ეს ტოებით. ჰაერი და წავიდა. Killer. Brokil. Oh, stinky bro. Stinky იქნება. Stinky. აკრალებული რაუნდი number 2. შენი საქციელები მიმობიხილე დაბანახე ხალხს მიხარ ძმაო იზღა დამშა შენს არასრულ ფასოვნებაზე რო ვიღადაო ვერ ხვდები რატო ვერ ხვდები არა მართლებს ეგ მოკლე გზები სათქმელი მარტო მაშინ გეძლება როცა რამეზე კომპლექსები თურმე არ უსწორდება ამ წყლეს როგორ გულშემატკივრობთ ნაკრებს ყვარას ბუდუს კანკაბას ჩაკვეს რატომ არ უკრავენო სხვა ტრეკს ამბობს ისეთი ჰიმნი გვჭირდება სტადიონებს რო უანგრევს თვითონ რამეს დააკლებს მერაბ ზე ფაშულს რო ვაყვეს შენ რაო? თვითონ რამეს დააკლებს მერაბ ზე ფაშულს რო ვადება სტადიონი არ გეკადრება მიშა ეგ არ გეკადრება მართლა არ გეკადრება იმაში გეთანხმები რომ ტახამ რაც მეუძღვნა საქართველოს ნაკრებს არის ერთ-ერთი ბომბა ტრეკები და ტახა ძალიან დაიხვეწა ტახა მართლა ძალიან დაიხვეწა მოსასმენადაც კარგი გახდა და მის შედეგებს უკვე ხედავ YouTube-ზე ყველა ჩვენთაგანი ვხედავთ ტახას შედეგებს რა ეხა მეოთხე დასი მე ქუთაისელი ვარ და ნომერ პირველია ზოგადად. მაინც მომწონს. მე არ ვიცი ხა ერთმანეთს შორის რა ბიფები გაქვთ, მაგრამ ტაჰარი ერთ-ერთი საუკეთესო, ალბათ მეოთხე დასის შემდგომ და ვაჩეს შემდგომ. მაგრამ აქ რაც შეეხება მერაბ სეფაშვილს, უნდა იცოდე, რაც ხდება მერაბ სეფაშვილის თავს და თუ კი იცი მაშინ არ უნდა ჯობდა არ გამოგვეყენებინა და შეგეცვალა სხვა მომღერლით და თუ კი არ იცი მაშინ გეპატიება მაგრამ ჯობია რომ რავია ის თქვა გამოხვიდა და თქვა რომ არ ვიციო იმიტომ რომ გულსაწყვეტია მართლა ადამიანს ესეთ რამე ჭიდეს და შენ ესე მოიხსენებდე ტრეკში მაგრამ მე მგონია რომ არ იცი შენ თვითონ რამეს დააკლებს მერაბ ზე ფაშულს რო ვაყვეს შენთვის მღერი ბეთლის ბოლო კეთილია შენი მეთოდები დიდი ხნის გაცვეთილია თავი გონია გოძილა გიგანტური ჰიპ-ჰოპ რეპტილია ეს შემისა მაქსიმუმ გროტასკის დრედებში რეპტილია MC-ს უნიჭო მიბაძვა როგორ არ უნდა მივაჯვა ისევ შიტ პოსტინგს მიაწექი აქ საერთოდ რა გინდა ძმა აქეთ მომისვინე არ გამომისვირდე ხელი ამოისვიე ტიპმა ეს რამდენჯერ გაურითმა რაყლე რაუნდი და დე ვის რა გაუიასნე ხოდა ზუსტად მაგიტომ ხარ დაუნი და ყლე მე ბუბერა როგორ სტეფ კარი შენი იდიოტური იდეაც კი იდეალურად შევკარი ანდრე შვიდმენ მართ ბეთლი მომიგო მაგ დღეს ეს პარაზიტი წარმოიქმნა შემთხვევით არ არის იგივე თარიღზე გალაქტიონმა თავი რომ მოიკლა მოსესთან იმდენჯერ დააფულაფა ვიდეოში რო ტეხავდა ჩასმა ბოლოსკენ ხალხი ბექებს უდებდა ყურსასმენებს და აბრალა მასმა ტექსტი არისოდი და მაგ შენ ჩაჯმულში არაა საჭირო არავის გასწრა მაგ დღეს არც მე არ ვიცოდი ტექსტი თავის მართლება არ მომსვლია აზრად შენი გაჯმა პიკი არის რომ შეხვდა Young Mike თემიდან თესლებით რო ითესები მაგის შედეგებსაც ახლა იმკი შენივე ნათქვამი რომ უარყავი შენზე დღეს ეგეცისიან TikTok-ზე რო გაურეპე აი მანდ მოგიგო ბეთლი ჭიამ სოციალური ტრეკების ჩაწერა სააპირებდი მაგრამ სადა ეგეს რო მოუგო იმან ამას ტრეკი TikTok-ზე ჯო როგორი ის მითმიდის რა პროგრესით მიდის როგორ ტექნიკა როგორ ვითარდება ხედა ადრესად ქუჩებში გეტოებში და რავი პადლებში ბეთლაობდნენ გაროჩე მე გადმოვიდნენ ტელევიზიებში ახლა TikTok-ებში ბეთლაობენ
ოხეს TikTok რეპერები. ხალხზე დაიკიდე ესეთი არა, ზოგადად ვითარდება სამყარო. ვართ ამ დღეში პელე არის ვირთხა როგორც უძინართ ამ ზეში მაგრამ ყველა ნაბოძ არის ეს კარგი პანჩლაინი იყო. კარგი პანჩლაინი იყო. როგორც პანჩლაინი კარგი იყო. ბეთო რეპერი კი არა ვიზე არის შოფერი ბავშვობაში საიდანაც გამოიქცა ეხლა იფიცება თურმე საერთოდ არ გონია ექსოფელი ვისა შეფრთხო კუნიშის მიერ გაკეთებული თორე დარწმუნებული ვარ იქნებოდი მწოველი გორილა და გოუთი არ ვიცი მაგრამ სუნი აგრის იმისთან მართლა კი იქნები რამე ცხოველი ვარდოსანიძე თევზი რო უთხრა ნეტა გულთანის თუ მიქონდა რომ ამარსებას თევზის გარეშე ზუსტად ეგეთი სუნი ქონდა თქვა რომ იგივე ბოტასი თივლის თუნდაც იშოვა 6-0 ეხლა მივხვდი საიდან მოდის ეს ფეხის სუნი ქართულად ვერ გიბეცლავია და პოდკასტებში ჯამ ფეხის სუნს არც გადაეკიდა. ესენი ერთად წერდნენ, სხვადასხვა კუბოებში ხო აქვთ გადაღებული კლიპი, ჰქონდათ, მაგრამ წაშალეს. ეთყობა სტუდიოში ჩემი აზრით. ამას პირდაპირ ვერ ეუბნება. ეთყობა მეც ქონია ესეთი არაჰიგიენური მომენტი რა, ზოგადად პოტასი როცა არ ვარგა, როდესაც არ ვარგა, იმას აქვს ძალიან ცუდი სუნი და უნდა გადააგდო რა, თუკი ეგრევე სუნი აიკიდა, უნდა გადგა გარეთ რა. მე ესე მგონია რომ ესენი ტრეკის ჩაწერის დროს პელეს ალბათ გონდა პოტასის სუნი რა და იმას იმენა არ შეარჩინა ტიპს. უკაცობ აბარა შუაში აპეკი. ფეხის სუნი რა შუაში რატო უნდა მოგაფიქრდეს, არ ვიცი. მე ესეთი ვარაუდი მაქვს, დედუქცია. სურათში ვის უნდა გაუკაჩო ამდენი წელია რეპავს და ტიპს ერთი სიმღერას კი არ აქვს სადმე რო ჩართო შენ რო სოლო კონცერტი გამართო თუ მიხვალ დარბაზში იქნები მარტო ბარამბო შოკოლადი თუ არ გაწია აწის ხვა რომელიც ეგ კარგი პანჩლაინები. ეგ I like this shit. You know, I like this shit. აი ეს მოწონს. სეზონი მიგავს საიფერში აქ ნათქვამი ჯიგარს თავისი პირით რო შიგავს ამდენი ესე თქვა მართლა? ხო, მახსოვს ხო რაღაც მაგდაგვარი თქვა. მაგრამ სად იყო? არ მახსოვს ზუსტად. ეს ხორთულია ალბათ მაინც ესწები თუმცა ეს ბოლო ბანაობა მაგ დაჯმულიანად ჩაირეცხები თვითონაც ეცინება. ჯიგარს თავზე რო იყო შენი აიდოლი რეპერად არ ვარგა მაგრამ კი გამოვა კაიდოლი Holy shit. კუასგან ვას მიღება ძალიან ადვილი საქმე არა სხვადასხვა. კარგი იყო მის. 50 კარგი იყო. გაგრძელებ. კარგი იყო, კაროჩი რა. მაგრამ მე ვფიქრობ რომ რაო? ენა ვათქვა ჯიმა ვეშლებე იშენ. რაო, ეს რაწერია? თუმცა ივენთის ცნობისას პირადულად გადაღება და სცემს. ხო, ამას არ ვეთანხმები, როდესაც იღებ და ავრცელებ უკარგავ, ანუ პროექტს კლავ რა შენ თვითონ, შენი ხელით რა, ვინც იღებ და მე ავრცელებ რა. ასე რომ ეგ უფრო კაცრად უნდა გააკონტროლდეს. აი ესე უნდა გააკონტროლდეს, რომ სრული არავის არ კონდეს მაგის გაკეთების. კაი, გადავიდეთ მესამე. რომელიო? მესამე რაუნდი. მოაპუტე შენს. უეჭველი რაღაცა იქნება იმ გვირილებით გაძროვილ ბოლო რაუნდში. უეჭველი. მეორე პრაღაში მესამე რომში ან ვენაში ხარ მეოთხე ღამე და მოხვედი აქ გითხარი მაყუთი საიდან გაკ რამდენი ალბომი გაყიდე ბოლოს და რამდენი კონცერტი გამართე დღეს ან იქნებ რამე სამსახურში მუშაობ მაგრამ ჩვენ არ ვიცით ეს ეთყობა იანგს აქ ფული აქვს ანუ ეთყობა რა შესაძლებლობა იქ მანქანა ყავს შეიძლება ტანსაცმელები რამე რუმეს მაჭამა და პელეს ეს აინტერესებს საიდან აქვს ხა უკვირს თვითონ რა არ მუშაობს მაიკი YouTube-ზედაც იმხელა ნახვები არ აქვს რომ YouTube-ზე იმხელა ნახვები არ აქვს რომ დაუშვათ შოულობდეს პერფორსო და აინტერესებს ბიჭს რა პატარა ისაა რა გენ ინსპექცია კი არა და ფინანსური პოლიციაა ეხლა რომ დაადგეს კაროჩე მაიკს შემოსავლების სამსახური ასაო პელემი ბაზრაო შენო საიდან გაქვს ფულიო აინტერესუარი
ყველა ესე რა მნიშვნელობა აქვს შენთვის საიდან აქვს გასფული აი ეგ არ მევასება რო აი საიდან აქვს აქ ძო მორჩა ვაკვირდები პროცესს არ გამაჩნია მე ბოღმა და უფალმა 40 მაგდენი მოგცეს არავის დავუთვლი პროცენტებს მაგრამ შენ რა გადევს ტარიფი შენ ვაფშე რა იცი ჰიპ-ჰოპის გემო არასოდეს ყოფილ ხარ ღარიბი ჩემი მეგობრები კარიბიდან ანუ ის სულ მდიდარი იყო საინტერესოა დაპირკარებიდან მოდიხარ მიდიხარ ალიბი გაქვს ვიღაცა მაყუთა არიფი ხარ მე ვერ გავიგეშე რატო გევასება თუ ფაქი რა ნახე უბრალოდ გეღადავები და გავერთოთ შენივე ბაითის ქვემოთ შეგიძლია იყიდო ნაიკის კურტკა ჩემივე კორპუსის უკან შეგიძლია იპოვო გურანდას ბუდკა ვერაფრით გავიგე როგორ გაძელი შენ ციხეში მაგდები კარგია როგორ კაი პარალელი გააკეთა რომ მე საიდან მოვდივარო და შენ საცხოვრობო და როგორ ცხოვრობო კარგია ყოჩახბელე არ ვიცი სუბიექტური ვიქნები რა ობიექტურობას ნუ დავაჩერე მე ეს ჩემი აზრია რომ პელეს მიყავს პარადი დღეს ამ ბეტრში შემდეგ რომ რასიზმს და როგორ ვიზამს უკვე მასია დამოკიდებული თუ კიდე ვიბაზროთ ბირჟა მაფია მაშინ მე გიკეტავ შუტკას არ ინერვიულო dobrად მიწოდებ ვანდამი კობრა ჩემი მუღამია ისევ ჯოროგანი შენი ოცნება ოპრა მე ყოველთვის ვიცოდი რომ ბანძი რეპერები ჩემი ტოლი არასოდეს არის არავინ შემოვიდა ნადირობის სეზონი და ბრაკონიერები ისევ დადენიან კარაბის ვიცი შენი ცხოვრების წესი მაგრამ მე შენზე ფხიზელი ვარ როცა გავუკიდებ კანაბის ვირუსებით მოვედი ამ ყველაფერს მე რამდენად ასხერებენ კარანტინს მე შემატარებენ ალოდის როცა 40 ყაჩაღი ბიტებს ყირაზე გადადის რეპერებს თუ წაუკითხე ვერსია აღარ წაუკითხო მონოს მაგრამ წაუკითხო პარაკლის როცა აბისული გაატრაკებს ყველა მიციან და ეგრევე ეძახიან პალადის ყოჩახძმაო ბიძზე ზის მართლა რასაც ვიგე აჭენებს ბიც იჰა ფანად გურებ ყველა პარაზიტი ვიტქვა ბიჭო ბიძზე ვერ არ ზისო ტიპმა ნიმენა ზის საღოლ კაია შებეცი ყველა სვინს უმღერის მთავრობას და მერე იბაზრებს ჩემზე არა ვარ შენი საპირწონე ხო და ეგ წონა და მახი ეყლეზე თუ ვინმე სოდეს მეგული ვატკინე ყველა არ შემოხვიდეთ არა არ მინდა რა ერთი წუთი არ შემოხვიდეთ და ვურიგებ ნაყინებს ისევ გაუმარჯოს გამარჯვებულებს და ისევ შევეცი ნაწყენებს მიდი და ბოლომდე ამოალაგი ვიტებზე ლამაზად რა დაალაგი დადექი მაიკთან დაიქადაგი შენივე მორალით სადავი ბრაკე მე მაშინ გავაკეთე ჩემი გასაკეთებელი აბარაგიყო არ მაინტერესებს კამბექი მოვიგე იქ სადაც საჭირო იყო არ მინდა შაურმა ხახვით დაიდი ნახვით შაურმა ჩაუგლმა კლავ გუშინდელი ვითხშია კლავ იცი რა უნდა კნამია კითხო შაურმა კლავ გუშინდელი ვითხშია კლავ იცი რა უნდა კნამია კითხო შაურმა კლავ შაურმა კლავ შაურმა კლავ შაურმა კლავ მია კითხო შაურმა კლავს აი ამას რომ ღეროდა ბაიკი მაიკი აი იმას აჯავრებს ჩვენი პელე არ მინდა შაურმა ხახვით დაიდი ნახვით არ მინდა შაურმა ხახვით არ მინდა შაურმა ხახვით არ მინდა შაურმა ხახვით არ მინდა შაურმა ხახვით მაგარი რები გამოვიდო და ამაზე პროსტა რო იმუშაოს პელემ კაი დაიდი ნახვით კარგი იყო კარგი რა მე ორივე რაუნდი პლუს დამატებული ეს რაუნდიც მომეწონა პელესი რა მირადად ჩემთვის პელე მოიგო მაგრამ მესამე რაუნდში ნახოთ რა სიზამს მაიგო ჩაფიქთა დაფიქთა ბიჭო აგერ ვისაუბრეთ მე და ჩვენმა ძმამ გელამ და რა ვიცი ყველაფერი კარგად ძმაო ყველაფერი ჯიგრულად სიბოროტე არ უნდა არსებობდეს ვიღაცების გამო რა ხდება მე ვიცი აქ რომ შემთხვევით არ ვარ უკან ვერ დამხია ვერც ერთმა ქარმა იფიქრეს გამოფუცხადებდი ომს მაგრამ შევცვალე კარმა და უკვე ნაკლებად მაშინებს შემდეგი დარტყმა ოპონენტს თუ ვერ ხმარო ბიხმარე ჭკუა ვისხამის მოთხოვებათა და თავი მოითხოვა ანუ ვერაფერს ვერ იხმართა ვიცარიელი თუა ეს დებილები თუ ისოწყნავენ ინტელექტუალს ვიცი მე რომ ველოდება სხვა გზა მე ბილიკი შენ ტრასა სურვილი მაქვს მომძრაო მასა და დრო რომ მოვაზღვაშუაზე გავხსნა ჩემზე უკეთ ალბათ როგორ სხვა სყოფს მოსე მე ვამუღამე პოზებს რომ დედა მოუტყნა პოზებს დი
კანაფის დოზებს, წვანებული მაჰიპნოზებს, ამის ტექსტია და იგივე ეს გაყოფა ევასება რა. კიდე კაი მეთქი გააგზელებს ესე ტექსტი. აი მოსე პირველ რიგში ხალხის ნებით თუ არ შეიმოსე და ბიცაურცელებს კარგი იყო. ცნებებს გადავფარე მე თორე მშვენიერი რეჩი ქონდა, მოიცა? სურვილი მაქვს ინტელექტუალს ვიცი მე რომ ლოლობა სხვა გზა მე ბილიკი შენ ტრასა სურვილი მაქვს მოძრაო მასა და დრო რომ მოვაზღვა შუაზე გავხსნა ჩემზე უკეთ ალბათ შენი ხვდები ბერიქნები მოსე პირველ რიგში ხალხის ნებით თუ არ შეიმოსე და ბიცაურცელებს მაგ ფარს მცნებებს არიცის ღმერთი სად არის და არც ეძებს ჩემამდე ვინჩემი ფეხები იყო ეს მკრეხელი ხიხო ნუეხები ჰიპ-ჰოპს შენთან შედარებით ჰიპ-ჰოპის მეკავარ შემართლა ყლექალა ფუჩუა გეკავა ბეთლ კულტურაში რამხელა წვლილიც მაგ მაგაზე დიდი მაგ ზოგადად რეპში ბიცოდი ბერაბი ბერმო ვისე ჯახები ბიჭო ვისე ჯახები რეპერების სხვა back in this bitch მერეო და მუსიკის მორებში რო გადაბეშვი შენგანა იმიტომ ხარ ბეთლ რეპერი რომ მართლა ბეთლაო ყველაზე კარგად უბრალოდ ბეთლებზე გამოსვლის მიღმა რეპერის კარიერა საერთოდ დარგად ჯერ ჩემთან სადა დაახლოვება ცოტა ხანი მერე რაღაც დროით გახდა ნოზაძის კათამი TikTok-ის ლაივებში რო დაიწყო კაკანი მისი ტრაკი ქონია ბოლოში ხო გაატყანი ინტრიგების კეფოში ხელი შეს პრაიმს გაუშვი ბოლა PvP არის თუ პრაიმ ჰაუსი მე ხარ მოიხოდები რომ სხიუა სირებული შენ აღარ გადისო და შეხარ დასირებული მე გავიზარდე თემიდან და დამოუკიდებელი შესულ ვიღაცა დისავგა სულმულები ბიცულები სხვა მაღლიდან მუხურებს სამყაროს უკუნეთ სანამ ეს ბლუხუნებს მეათე კლასი გემახსოვრება გაზრდაში ხელს გიშლის არასრულ ფასოვნება მომიწია აწფხოდან გაგახსენო ბავშვობა გაგიფუჭო განწყობა კიდევ ერთი დამწრობა სულზე გათოს კომპრესი წინაპრების კომპლექსი ხელს გიშლის დატარო ტექსტი რომ გამოთქო პროტესტი ჩემი რჩება იქნება განიბითა რო პრესი იქნება თლიო სტრესი დადგინდეს ნორმა ნორმის გარეშე ისის გვეყოფა ამდე ხას რომ ითარეში რეპის კოდექსი აქამდე თუ არის მოდა გახსნილობა პირდაპირობა უშიშრობა ბეთლ კულტურა ამ ხელა ნიჩს არიტევს ნეხვის გრობაში ბეძებ მარგალიტევს არ შებუშინდი არაბის საუსახეს ყველაფერი რაც ნახე სიმართლით თავსახე თავში არა მივარ და მეტი ვიყავი განაბისე ასახული სიყვარულით გაბა ანალიზე და როცა პრობლემაა ნახე მრავალი სიბზნით ფიპოვე გამოსავალი არ გვინდა მიკი მოკიბული ლაყბობა ანჭორების აყოლაგან არა საამაყოა რეპერი რო იძახის ენაზე რაც მოადგება არ გვინდა ჩვენი თვითონ ჭეშმარიტებების დადგენა და სრულ ჭეშმარიტების სისრულეში მოყვანა როგორც აღსრულება სამართლის ბეთლის ბოლო დანართი განავთქვი მხოლოდ შენი მის სამართით კიდევ ერთი დასტური რომ დიდება ბერ წამართვით young ჩაატარა ბოლოს მაო გინდა არ გინდა ჩაატარა რა ბოლოს რა ნახე დაუმთავრა ბოშო ყომარი არა სამე რაუნდში ბოლო რაუნდი იყო Young Mike-ის აშკარად იმიტომ რომ არ შემიძლია დაუკარგო Young Mike-ს ესეთი კარგი გამოსვლა ფანჩები ყველაფერი იყო დალაგებული კარგად უთხრა ის რომ ამდენი ხნის განმავლობაში ქმნის რეპს და მისი ერთ-ერთი ტრეკი არ აქვს ისეთი პელეს რომ შეიძლებოდეს მოსმენა თუმცა სერიოზულ ტრეკებს თუ ავიღებთ მე მაგალითად ვერც Young Mike-ის ტრეკებს ხედავ მოსასმენად აი რომ მოგენატრება აი ეს ტრეკი მომასმენიაო ეგეთი Young Mike-ს არ აქვს გარდა იმისა თუ სარჟი და ესე ვთქვათ იუმორისტულ სატირულ სიმღერებს თუ არ გავითვალისწინებ მისცას ეს არის ბიჟამაფია ხო ბიჟამაფია შეიძლება მოგინდეს რომ ჩარტო ისიც იუმორის პონჩი რა იხოდება ბიჟა ფარტი თუ ფაკის ჰიტემაფია გადაკეთებული და ბევრი სხვადასხვა ტრეკები ისეთი რომ ესაც მართლა მოусმენ დღემდე ხადაობაა და ალბათ იმიტომ თორე ხა ვის დაინტერესებს დაუშვათ იქ არაფერს იბზნე არ დევს სხვა მხრივ რა ხო რავი ჩემი აზრით პელემ 2-1 ხალხმა თუ ეხა პელემ ვერ მოიგო და დამიჯერეთ რომ პელემ ხალხის გული მოიგო ხალხის ჩემპიონი არის ამ შემთხვევაში პელე თუ კი მაიკმა მოუგო მე არ ვიცი რა ხდება აქ მაგრამ ჩემი აზრით 2-1 მოუგო პელემ რა ნახოთ აბა რა გადაწყვეტილება მიიღო ჟიურიმ და ამის შემდეგ უკვე კომენტარებიც არა მაქვს და ნახე ოღონდ რაღაცეები ბოლომდე არა მივყვეთ მოკლედ რა კომენტარები არ მინახე ვა კაი მოკლედ დავასრულოთ მადლობა ყურადღებისათვის მადლობა იმ ხალხს ვინც ელოდებოდით ჩემს რეაქტებს და დაიდო როგორც დაგპირდით დილით ეს რეაქტი ინებეთ დატკბით ნახეთ რა ვიცი ისიამუნეთ და შემდეგი რეაქტიც ალბათ იქნება თუ კი ბევრი მოწონება
დაიმსახურა დისლაიკებს არ ვთვლით. არაფერში არ წერია YouTube-ზე დისლაიკი მეგობრებო. კიდე დააჭირე, კიდე არ დააჭირე, იმიტომ რომ ალგორითმს ეგ არ ცვლის. არაფერს გულს კრეატორს არ დგენს, იმიტომ რომ არ ჩანს, ანუ არ ჩდება რა დისლაიკი. შეთაშორის ყველა ლაიქები მაქვს ამ ვიდეოზე ძალიან ბევრი ლაიქებია. და ეს თუ გაგრძელდა როგორაც წინაზე და ბევრი ლაიქი დააგროვა, ალბათ გავაგრძელებ ის რეაქტების დადებას. მადლობა ყურადღებისათვის. კარგია რომ დაიწყო ბეთლები, გახურდება სეზონი და წამოვა ვიდეოებიც. მადლობა ყურადღებისთვის დროებით.